გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი. მოკლედ გეტყვი მე შენ, თუ ელექტრობის სწავლა გინდა, მაშინ სწორ ადგილას მოხდი, უნდა დროულად გამოიწერე არხი და დაალაიქი. მე კი თანმიმდევრულად გასწავლი ელექტრობაში არსებულ მნიშვნელოვან საიდუმლოებებს. გასწავლი როგორ ააწყო ელექტროკარატები, როგორ განსაზღვრო სადენები, როგორ გაანაწილო, როგორ განასხვავო ერთმანეთისგან დენის ძალა და სიმძლავრე, რა არის ვოლტი და რა არის წინაღობა. ეს იზოლატორია. ის ჩვენ გვჭირდება ჩვენი ელექტროქსელის დენის მიწოდებისთვის და გათიშვისთვის. ის მუშაობს მექანიკურად. ჩავრთავთ, გამოვთავთ. მაგრამ არსებობს მისი ალტერნატივა ელექტრომაგნიტური კონტაქტორი, რომელიც მუშაობს მსგავსი პრინციპით. ელექტრომაგნიტური კონტაქტორის გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე სამყარო. მთელი ავტომატიზირებული სისტემა მუშაობს კონტაქტორის საშუალებით. მარტივ მაგალითს გეტყვი, ლიფტი ვერ იმუშავებდა, რომ არა ელექტრომაგნიტური კონტაქტორი. ჩვენ გვაქვს ასევე მინიატურული ავტომატური ამომთველი. ამ შემთხვევაში ორ პოლუსაზე ვისაუბროთ. ის მუშაობს გადატვირთვაზე და დამოკლებაზე. თუ ჩვენ ელექტროქსელში ის აღმოაჩენს ელექტროენერგიის გადაჭარბებას, ის ქსელს გათიშავს. თუ აღმოაჩენს დამოკლებას, ანუ ფაზური და ნეიტრალური დენის შეჯახებას, ამას ქვია დამოკლება. როდესაც ნეიტრალური და ფაზური დენი წინაღობის გარეშე პირდაპირ ერთმანეთს შეხვდება, მან ხდება მოხდების შეჯახება და აფეთქება და ამ აფეთქებას როგორც კი იგრძნობს ავტომატური ამომთველი მას გათიშავს, გვიცავს ხანძრისგან და სხვადასხვა სახის უბედურებებისგან.